გაგრძელდება თუ არა ჩემი ცოლის დაქალები და ეს შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ დღეს ქალების რადიოს სამეგობროს შემოუერთდნენ ჩემი საყვარელი გოგოები, მსახიობები ანა ტყებუჩავა და ნინო გაჩეჩილაძე. ისინი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. ზაფხული მოგვიახლოვდა, იმდენი ვისაუბრეთ მთელი წლის განმავლობაში მე და თქვენ თვით გამორკვევაზე, ჩაღრმავებაზე, საკუთარი თავის შენებაზე და სხვადასხვა ასე ვთქვათ მექანიზმებსა და გზებზე ტრანსფორმაციის ზრდის და ასე შემდეგ რომ ჩავთვალე რომ სამუშაო წლის მიწურულს უკვე ზაფხული მოგვიახლოვდა და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ცოტა შემსუბუქდებოდით და მოკლედ ვიჭორავებდით და ვისაუბრებდით ბევრს ჩემს და თქვენს საყვარელ ქალებთან ერთად. გადაცემა, არ ვიცი, რამდენად იცით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სულ ვცდილობთ რომ ყოველ ოთხშაბათს გავაჩინოთ რაღაც სივრცე და ადგილი სადაც ადამიანებს შეუძლიათ ილაპარაკონ ყველაფერზე, რაც შეეხება ჩვენს ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, გამოწვევებს, ბრძოლებს, რომელსაც ადამიანი გადის ყოველდღე ჩვენს თანამედროვე და ესეთი მართლა გამოწვევებით და ძალიან დიდი პერიპეტიებით სავსე ყოველდღიურობაში, რომელსაც არ გვაკლებს არც მსოფლიო და არც ჩვენი, ასე ვთქვათ, გარემოცვა თუ ჩვენი რეალობა და როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ ერთმანეთს მივეხმაროთ, მივეშველოთ იმაში რომ გადავრჩეთ ჯანმრთელი ფსიქიკით, მენტალური ჯანმრთელობით და ფიზიკური ჯანმრთელობითაც რასაკვირველია, მაგრამ ნუ აი ამ რაღაცა ისეთ ძალიან ქაოტურ რეჟიმში და სტრესით სავსე სამყაროში და გარემოში, როგორც და რაც ხდება და ვითარდება მთელ მსოფლიოში, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მოვნახოთ რაღაც ძალა, ხო, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და რაღაცა წინ ვიყუროთ და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ეხლა მაინტერესებს პირველ რიგში როგორ გრძნობთ თავს თქვენი ასე ვთქვათ ეგეც შეიძლება დასმული შეკითხვა სერიალის მე. თვითონ გაჭკას ეკითხებია ხოლმე. გათხოვებას ხო არ აპირებ. რა ვქნა ვიკითხო? არა ვიკითხო, სერიალზე კითხე. ჩემი თხოვნა იქნება, ჩემო ძვირფასო ნინო, რომ მიკროფონთან მოგბრძანდეთ ახლოს. პირველ რიგში ახლა მაინტერესებს თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი, ახლა აი როგორია, როგორ ცხოვრობთ, რითი ხართ ძირითადად დაკავებული, ახლა გასაგებია, რომ მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა ძალიან აქტიურად მიდიოდა ტელეეკრანებზე ჩემი ცოლის დაქალები, ცხოვრების რაღაცა ძალიან დიდ ნაწილს 99%-საც კი შეიძლება იკავებდა და ითავსებდა ამ ყველაფერზე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა დგას ამ ყველაფრის უკან და მართლა ძალიან ბევრი რაღაც მეორე პლანზე გადადიოდა, ყველაფერი იყო მერე და მანამდე იყო, ასე ვთქვათ, ჩემი ცოლის დაქალები და ეს ყოველდღიური რეჟიმის, ასე ვთქვათ, ნაწილი იყო. ეხლა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში და როგორ ცხოვრობთ და რა ქვია ეხლა აი ამ ეტაპს თქვენი ცხოვრების? ახლა პროფესიულადაც გულისხმობ და აი ის რო არის ხოლმე რაღაც მულტფილმებში, ხო იცი, კატარო ჩამოვარდება და მე 9 კატას 900 რო ეწევა, ხო იცი, მე მგონი ჩვენ ისინი გვეწევიან ახლა, იმიტომ რომ ჩვენ მათ გავასწარით იმ ანას გაჭკას და ახლა შენთან ამჭირდება მაგის თქმა და აი რა ვთქვა, ერთხელ დასვენება გქონდა და გავთხოვდი. მეორე დასვენებას ერთი ბავში გავაჩინე და მესამეზე ფაქტობრივად აი მეორე და ეს იყო რომ ეს სამი რაღაც. ეხლა მესამე დასვენებაზე ხო და ისე რთული იყო ორ კორპორატიულზე ვიყავი მხოლოდ მთელ ამ ამბავში და ორივეზე ისე დავთვერი რომ ერთხელ სახში მომაცილეს და მეორე ფეხით ამოვედი მე-13 სართულზე. ანუ საერთოდ ადამიანური რანაირად ცხოვრობდით მართლა აი მეც იდეალური რეჟიმს როგორ ვუძლებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმდენად ახალგაზრდები და ენერგიულები ვიყავით, რომ ვუძლებდით ამ ყველაფერს. ანუ ასაკმა განაპირობა ჩვენი გამძლეობა, იმიტომ რომ მართლა ნონ-სტოპ რეჟიმში ვმუშაობდით, განსაკუთრებით პირველ ორ სეზონზე, ანუ ჩემი დატვირთვა იმდენად დიდი იყო, რომ 11-ზე რომ მივიდოდით, შეიძლება ღამის 11-მდე იქ ყოფილიყავით. 5-6 სცენა. პრინციპში არასდროს არ ვიცოდით ესე ზუსტად, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე, ხო ეს ანუ ვიცოდი მეორე სამუშაო ვიყავით დაბარებული, მაგრამ როდის დასრულდებოდა ეს არასდროს არ ვიცოდით, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერს აბალანსებდა ის დღეს რომ ასეთი პოპულარულია სიტყვა უკუკავშირი
ჩვენ ყველანი მეგობრობდით, იქ არ აქვს მნიშვნელობა კარგად, ვინ მსახიობი იყო, ვინ გამნათებელი, ვინ იყო, ანუ ყველანი ვიყავით ერთად და მეც არის 12 წელი დამჭირდა რომ ბოლოს თქვი რომ ეხლა მივხვდი მეთქი რატომ მიხარი აქ როგორც ბაღში რომ მიდიეს ბავშვი ხო იცი აი არაფერი უბრალოდ რომ მიხვიდე და ითამაშო რა ეკივალება აი როგორც ბაღში ისე რა თქმა უნდა ის არის ხა რაღაცეები ხან ფინანსური საკითხები ხან ისე იმიტომ რომ სულ პრობლემა იყო რა ხან ოპოზიციური არხი იყო რაღაც აი ესენი რა თქმა უნდა ხა ყველაფერი ვარდით და იმით რომ რაღაცეებით რო იფინება არ არის არ ვიცოდი ჩვენი რა გზა იყო მაგრამ საქართველოში იავარდით მოფენილი გზა არასდროს არ არის ეს გადაღებაც დამავიწყდა მარტო ვარდით ხო ხედა ამიტომ ხო და მაგრამ იმდენად мотиваცია იყო დიდი და ამ უკავშირს ჩვენ არავინ არ ველოდით რაღაცა გარკვეული ნუ დასაწყისში ყოველ შემთხვევაში რა ჩვენ უბრალოდ ვაკეთებდით თავშახრილი ჩვენ საქმეს ყველა იქ ვინც იყო და უკავშირი მოიტანა და გაგვიმართლა მაგაზე ფიქრისთვის არ გვეცალა ეხლა შენს კარგად იცი ძალიან მალევე ჩაერთე შენ ამ პროექტში და შენს კარგად იცი როგორ რეჟიმში მუშაობდით და საერთოდ იმ ანუ ის კი არა რომ დავუშვათ შევსულიყავით და ჩვენი პოსტის ქვემოთ რა კომენტარებს წერენ და მაგის დრო არავის არ ქონდა ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი რომ დროზე მივსულიყავი სახლში რომ დამეძინა იმდენად გადაღლილი ვიყავი მე მოვყვები ახლა ერთ ამბავს შენ ალბათ გახსოვს თუ არა მოკლედ გადაღება გქონდა და ანუ რა რეჟიმი გქონდა ხა მაყურებელმა არ იცის ჩვენ რაღაცას ვიღებდით ლიკუნას გქონდა რაღაცა პაპში რო ხურცილავა რაღაცა თავის ახარებს და ეს ჩამომჯდა რიქარი და ანუ დილით მისულები ისე გადაღება რომ სიძახის რომ დილის ეთერი მაქვს ხვალდილით და უბრალოდ მინდა რომ სახში მივიდე და პროსტო მოწესრიგება უბრალოდ მოვწესრიგება და დილით გადავახვიე და მაინტერესებს უბრალოდ მოასწრო და უდიდესი თეთრი რა წითელი ბერეტია კადრის მხარეს იმიტომ რომ ანუ გადავლებაც ვერ მოასწრო იქ რა ვარცხნილობას ჰქონდა იმ დასაბან თავზე დაიკოსა ეს წითელი ბერეტი და აქეთ კადრით ძალიან მშვენივრად ის იყო რა შენიღბული რომ გადაღებიდან იყავი წასული წილს რო ვიღებდით ფილმს რო ვიღებდით მეორე სეზონის ბოლოს შენ ხო თამაშობდი ამ ფილმში და ჩემი ცოლის და ქალის ქორწილს ქორწილი კი იმდენად დიდხანს გაგრძელდა ერთ-ერთი სცენის გადაღება აი კატოს სახლში აი დასაწყისი ანუ ფილმის დასაწყისში რო არის სცენები კატოს სახლში რო იგეგმება ეს ქორწილი და რაღაცა ლიკუნაც ხო არის იმ სცენებში და იმდენად დიდხანს გაგრძელდა რომ სადღაც დილის 5 საათზე თუ რაღაც ეგეთ დროს დავამთავრეთ და შენ ქონდა მეორე დღეს დილის ეთერი და მითხარი რომ აი მე კი წავალო ეხა სახში მაგრამ რა აზრი აქვს მე მგონი ჯობია პირდაპირ ტელევიზიაში მივიდეო და პირდაპირ ტელევიზიაში მიხვედი იმიტომ რომ ეს ის პერიოდი იყო ხო მაყურებელსაც შევახსენებ რომ ანუ პარალელურად მიდიოდა ამ რამდენიმე პროექტზე მუშაობა ანუ ჩემი ცოლის დაქალები რა თქმა უნდა ეთერში იყო და სულ ვიყავით დაწევაში იმიტომ რომ წინსწრება დიდი ფუფუნება იყო რომ ქონოდა რამდენიმე სერიის წინასწარ დოსნური, იმიტომ რომ წინსწრება თუ ქონდა, კვირაში 2 სერია გადიოდა და უნდა მოგვესწრო კვირაში 2 სერიის გადაღება და თან პლუს იყო ამ ფილმის გადაღებებიც. ამიტომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდი ყველასთვის იყო ეს, როდესაც თან პარალელურად იყო სერიალი, თან იყო ახალი ფილმი, რომელიც შემდეგ დიდ ეკრანებზე უნდა გასულიყო და პარალელურად რა თქმა უნდა ყველას ჰქონდა კიდე რაღაცა სხვა ვალდებულებები სამსახურები და ასე პარალელურად მე მქონდა რემონტი. პარალელურად გაჩკას ჰქონდა რემონტი და ყოველი სამუშაო დღე იწყებოდა ასე რომ ურეკავდა ხელოსნებს მუშებს რომ აბა სათხარ ხო მითხარით რომ დილას უნდა მოსულიყავი და გათბობის ქვაბი აი ესე იწყებოდა ხოლმე ყოველი დღე და მართლა აი ესე მაგდებდნენ ხელოსნები როგორც ყველას ალბათ ნუ ალბათ ეგ არ შეცვლილა დიდად მას შემდეგ მაინტერესებს აი ისე პიროვნულად რა მოიტანა ეხა ჩვენ ეთერს გარეთაც საუბრობდით იმიტომ რომ ჩვენი ხასიათი და საუბარი ისე მიდის რომ მე მგონი მოგვიხდებოდა რაღაცა ცოტა უკიდე უფრო ხალისიანი და მაჟორული თანხლება და მე აი მახსოვს რომ ძალიან ბევრი ანუ ფაქტიურად მსახიობებიც, ბავშვებიც მით უმეტეს ხო? ანუ ყველა რაღაცა გაიზარდა. ტრანსფორმაციის რაღაცა სხვადასხვა ასე ვთქვათ ეტაპები გაავიარა ყველა. ხოლმე გაჭკას ხდებიან ვიღაც 50 წლის კაცები და ეუბნებიან რომ შენ სერიალზე ვარ გაზრდილიო
ეგიო შენ რამდენი წლის ხარო და აი შენ მოიტანე პირველად ხო? არა, მე შევხვდი 12 წლის ბავშვი ზარას მაღაზიაში, რომ ვაიმეო იცით თქვენ სერიალზე ვარ გაზრდილიო და იმას ეგონა რომ მე ძალიან გამიხარდა და ძალიან შევხვდი. ძალიან მოგვე, ესე იგი ეს რო გაიზარდა ჩემ სერიალზე, ესე მე რამხელა ვარ მეთქი. მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ეგეთი კომპლიმენტი. ხო, მაგრამ ჭაღარა წორებიან კაცები რო გეუბნებიან თქვენ მე ერთ ისეთ შევხედე ერთყობა მიხვდა რომ რა ჩემ ხელა იყო და ანუ გავიზარდე ერთად გავიზარდე და მე გამოასწორე იმიტომ რომ მამის მამა ჩემი სტოლი მეგონა და თქვენ სერიალზე გავიზარდე თუ ალბათ ბავშვები უყურებენ ხოლმე ხშირად და მაგას გულისხმობენ რა თორე ან შეიძლება თავისთავი ეგონა ძალიან პატარა და არა ნუ ზოგჯერ ხوارი ხოლმე რომ პირდაპირ თქვა რაღაცა თაობა არის გასაკუთრებულად ჩვენი თაობა რომ ცოტა ერიდებათ ხოლმე პირდაპირ კომპლიმენტის თქმა ზოგჯერ თქვა მამაკაცები როცა არიან თქვა სხვანაირად არ გაიგოთ რა ხდება და ყველაზე კაია რომ თქვა რომ ჩვენი ბავშვები უყურებენ და ჩემი ბავშვები უყურებენ სერიალს ნამდვილად ახლა და გიждდებიან ლიკუნაზეც, გიждდებიან კატოზეც და ნუ 1000 კითხვებს მისვამენ და მე ამ ყველაფერს თავიდან გავდივარ. და რა აი საბოლოო ჯამში რა შეიძლება ამ გადმოსახედიდან უკვე როდესაც შეიძლება რომ რაღაცა მით უმეტეს ახლა რაღაც გარკვეული პაუზები სულ იყო ხო დრო და დრო ამ პროექტის ასე ვთქვათ ისტორიაში. და რა გახსენდა? პაუზაზე გამახსენდა აი რომ დაიხურე. ხა მაყურებელს ვასიამოვნებ ახლა, იმიტომ რომ აი never say never არის ზუსტად, იმიტომ რომ მე და ლევანი უკვე 12 წელია მე მგონი და ქორწინდით და იყო ლევანი იყო ჩემი შეყვარებული, ჩვენ მოვდიოდით, მაშინ იყო აბიცეზე თუ არ ვწდები დივანი იყო და იქიდან მოვდიოდი მაშინ სადაც იყო ხოლმე ლაივები კონცერტი ნასვები ძალიან გულდაწყვეტილი დიალოგი ქონდა რომ რა ცუდია რომ სერიალი იყო და ლევანი გვამშვიდობდა რომ არავინ არ დახუროს მაგ სერიალს ნუ ნერვი მოვამდა წარმოგიდგენი აი როდის იყო მაგის პრობლემა რომ მაშინ რაღაცა იყო პერიოდი რომ დაგვირეკეს რომ ნუ იკეტება და დაამთავრეთ ახლა ეს სცენა და ძალიან ძაღლებში და ჩვენ ვიყავთ მაშინ ჯერ კიდევ შემი შეყვარებული ლევანი გვამშვიდებდა რომ არავინ არ დახუროს მაგ სერიალს დამშვიდით რომ ხალხს ისე უყვარსო ხო, ну მოკლედ ძალიან ბევრი პერიპეტიები იყო გზად და ხიდად და ну საბოლოო ჯამში რამდენი წელი მიდიოდა? მე მგონი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით. არა, 24 წლის ჩათვლით არა. ფერვალში დამთავრდა 19 სეზონი. მოკლედ ჩვენ ზუსტად გამოვთვლით ახლა რეკლამის დროს და რომ დაგიბრუნდებით გეტყვით. იყო ასეთი დრო და მომენტი ნამდვილად ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ცხოვრობდით მართლა ერთად, ერთმანეთთან, უფრო ვიდრე ჩვენს საკუთარ და უყვარს დღემდე და ხანდახან მართლა მგონია ხოლმე რომ რამე ფარული კამერა ხო არ არის ჩართული თქვენ რომ აი ნუ გადის დრო, გადის წლები და არ არსებობს დღე არ გავიდეს და აი მით უმეტეს მე წარმომიდგენია თქვენ შემთხვევაში ალბათ 1-10-ად მეტია უფრო ეს კითხვები და ინტერესი არ გავა დღე რომ არ მოვიდეს ეს კითხვა რომ არ გაგრძელდება და თუ გაგრძელდება თქვენ არ დაბრუნდებით და აი მართლა მეკითხებით, იმიტომ რომ აი რაღაც ხანდახან წარმოუდგენელიც კი ახოლმე რომ აი ამ მიუხედავად ამდენი წლისა და ამდენი დროისა აი მაყურებელში არ ცხრება ეს ინტერესი და სიყვარული. ეხლა მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც. პიროვნულად თქვენში ხო ეხლა ამდენი წელი გავიდა ვითვალეთ, ნუ ავიც 10-12 წელი ხო ყველა ვარიანტში აი ასე რომ ვთქვათ და პროექტთან ერთად რაღაც ჩვენს გავიზარდეთ, შეიცვალა ბევრი რამ, გამოწვევები დაგვემატა, სხვადასხვა სახის, ხო, ჩვენს გავიზარდეთ, ხო, ეს სიმძიმე, ის პრობლემა, ნუ მოკლედ, ხო, და გავიდა დრო ჩვენს გავიზარდეთ და ასე შემდეგ. აი, რა მოიტანა თქვენში, რა როგორ დაილექა საბოლოო ჯამში აი ეს გამოცდილება რა და აი კონკრეტულად ვთქვათ უკვე აღებულს ცალკე ანას და ცალკე ნინოს რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი ჩადეს ამ პროექტში როგორ მოეხმარა უკვე პიროვნულ ჩამოყალიბებაში აი რა თვისებები შეგძინათ პროფესიულად თუ ადამიანურად ამ გამოცდილებამ რასაც ქვია ჩემი ცოლის დაქალები
უკვე ამ გადმოსახედიდან ალბათ ცოტა დისტანცირებულზე უკვე კიდე უფრო უკეთ ხედავ ხო რაღაცეებს და უფრო მეტად შეიძლება დღეს უკვე ამაზე საუბარი. გთხოვთ მიკროფონთან ნინო ძირფასო. ირონულ ჩამოყალიბებაშიც ალბათ გარკვეულწილად მომეხმარა, მაგრამ მე ვფიქრობ პირველ რიგში უფრო პროფესიონალად როგორც კინომსახიობის ჩამოყალიბებაში მომეხმარა, იმიტომ რომ ჩვენ კი გვქვია ესე დიპლომში კი გვიწერია რომ დრამის და კინომსახიობები ვართ, მაგრამ კამერა თვალით არ მინახავს 4 წლის მანძილზე და როცა სწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში, მაშინ ინსტიტუტი იყო. შესაბამისად, ყველგან ვამბობდა ეხლაც იგივეს ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს სერიალი, ეს ტელეპროექტი აღმოჩნდა მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც აი აქ კონკრეტულად ამ სერიალში გავიარე ის სკოლა, რაც უნდა გამევლო წესით თეატრალურში. ხო, აი აქ გავიარე გიორგი ლიფონავას და რატი რამიშვილის რეჟისორობით. ხო და პროფესიულად რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარა, ძალიან ბევრი რაღაც შეგვძინა ყველას, მარტო მე არა. გვასწავლა გარკვეულწილად ადამიანებთან ურთიერთობა, შეგვაძენინა ძალიან ბევრი მეგობარი და რა ვიცი დღემდე ერთად ვართ, კი გვაქვს ერთმანეთი მობეზრებულები, მაგრამ მაინც ერთად ვართ. ვერ ვიტყოდი დღეს ისეთი შეხვედრა იყო, როცა ჩეჩილაძის დილით ადგომა არის. აი რა არაკას ვერ აი შანსი არ არის, აი საერთოდ არ არსებობს. ამიტომ დილის გადაცემაში რომ ეძახიან ხოლმე ყოველთვის არა არც მეძახიან საათით ადრე გეძახიან მე მივდივარ აღიარე რომ მე ყველა ფორმულას გადაცემაში მე ვიყავი რომ მე არ დავურ მე მოვალ იმიტომ რომ მე ირაკლი საღინაძე და აი ბუბა და აი ვიღაცები იმიტომ რომ შანსი არის იმიტომ რომ ეს დედოფლები იული ხარ უფრო საღა შუა დღის 2-ზე 3-ზე ესე. არა. კი, პირველის ნახევარზე აი ხსაუზმობს თუ რაღაცა და ანუ ამ დრომდე გძნავს თუ რაღაცა იღვიძებ მერე ექსტრემიზმი როცა საქმე მაქვს და რომ ვიცი რომ გადაღებაზე ვარ დილითაც წასასვლელი, რა თქმა უნდა, ადრე ვიღვიძებ ხოლმე ხა სერიალში, ჩემზე სულ არ იყო დამოკიდებული, როცა იყო დაგეგმილი გადასაღები დღე როცა იწყებოდა, იმ დროს მივდიოდი, ხო? თან მომზადება გჭირდება 1 საათი მაინც სანამ ჩაიცმევ, სანამ გრიმს გაიკეთებ. თმას და ასე შემდეგ. მაგრამ ისე დღეებში როცა დილას არ ვარ ასადგომი და ეხა ოჯახი ამყავს და პატარა ბავშვი ამყავს მისახედი, why not? რატომ არა? ყველას მაგივრად ნინო ნებივრობს ასე რომ იცოდეთ. მე ამას მაგივრად ნებივრობდა. ერთ ჩვენი ერთ დღეს შვილს თუ გავაჩენ, აი მე ერთბაშად ესე იგი ხო ამოიღებს ამოიღებ ყველა და შეიძლება მისმა შვილმაც ესე გადააბას და ინებიუროს. კი ანა ტყებო სუ მოგმართო ტყებუჩინი როგორც გესიამოვნებო ანა შენი დილა და დღე ალბათ რადიკალურად განსხვავებულია ხო ჩემი იდეა მიკროფონში ძვირფასო აი მსახიობები მაინც კამერას არიან მიჩვეულები და სუჭერდება შეხსენება რა ძალიან გვიყვარს ჩემი იდეალური დილა არის 11-ის ნახევარზე მე თან გავიღვიძებ თუ არა მე ძალიან არ მიყვარს დილით რომ აღვიძებენ იმიტომ რომ აი დილის 7 საათზე თუ გავიღვიძე 2 საათზე უკვე ჩემი დღე დამთავრებული იმ დღის და თუ დილის 7 საათზე გავიღვიძე კიდე მე ღამეც გვიან მიწირებ ანუ 12-ის მერე იწყება ჩემი ფილმის ყურება, წიგნის კითხვა და ასე შემდეგ. შენი დრო, რასაც ქვია, ხო, როცა შეიძლება რომ დაკავდე რაღაცით, ასე ვთქვათ, რაც გიყვარს, ეს იქნება წიგნი თუ ფილმი თუ უბრალოდ თნარად ჯდომა. კი ბატონო, არის 12-ის მერე პლუს 18 რო აწერია ხომ მაშინ იწყება, იმიტომ რომ ფიზიკურად იქამდე რაღაცა ყველაფერი დააბინაო მეორე დღისთვის მოიმზადო და როგორც არის. რაც შეეხება გამოცდილებას, აი მოკლედ რო ვთქვა, ხო რა მოიტანა შენთან ყველაფერი პრაქტიკა ძალიან დიდი და კამერასთან მუშაობა და ამ ხრივ ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ აი ისეთ დროს მიხვდები რომ უცებ კამერას სადღაც გაძვრები და დაინახები, აი რაღაცა უკვე სისხლში გამჯდარი რა, ამ სცენაზე შვებოდი თქვათ მაყურებელს, რომ ელემენტარული რაღაცები იზოლით რომ უნდა დაუდგე ხმა, სად უნდა გავუშვა, სად უნდა აისხლიტოს რაღაცები, მაგრამ იქ კამერასთან რო გიწევს და თავისუფალი ხარ იმ გარემოში ცხოვრების უნარი გაქვს და რო იყო დამაჯერებელი, აი ყველაზე ის არის. ხოლო ცხოვრებისეულად, აი როგორც აანამ რა, მსახიობობას რო თავი დავანებოთ, აი ერთ სიტყვაში გავაერთიანებდი ალბათ რაღაცნაირი იმუნიტეტი, იმიტომ რომ იქ სულ მაგას იქ თუ გადავრჩით, ხო, იქ თუ გადავრჩით და გადავრჩით ფაქტია, ჩვენ უკვე მგონია რომ ყველანაირი რეჟიმი მგონია კი არა, ნებისმიერ აი რო უწუწუნებენ ხოლმე ყველანაირი რეჟიმს უძლებს. ეს პროფესიული იმუნიტეტიც შევიძინეთ რა, იმიტომ რომ ისეთ გარემოში მუშაობა და ისეთ
რეჟიმში მუშაობა და ისეთ გრაფიკში მუშაობა, სადაც ჩვენ გვიწევდა, ალბათ ყველა ვერ გავა. სამეფო კარის თამაშებს არ ვიღებთ. აი ეს მასიური სცენები რომ მოდიყავთ, და ჩვენ აქედან ვერ გავიდოდით ვერასი, მაგას მადლობა ღმერთს რომ მაგას. თუმცა ხო ის მაგას ვიძახდით, რომ ჩვენ აი ამ იმ პირობებში, იმ ტექნიკით, იმ რაღაცით, იმ ზოგადად ბიუჯეტით, რასაც ქართველები შვებით ხოლმე, ალბათ ძალიან კარგ გარემოში. და სხვათა შორის აი ეხაც გადის ხო ეს სერიალი გამეორებით და ძალიან ბევრმა ახლა ნახა პირველად ხო აი სხვათა შორის მაშინ როცა გადიოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას გადიოდა მაინც რაღაცა ისეთი ლიმიტირებული იყო კვირიდან კვირამდე ძალიან რთული იყო რომ გაგაყოლოდა ხო ეს ემოცია რაღაცა ფრაგმენტ დღე ძალიან ბევრი ადამიანისგან გავიგე ის რომ აი ეხა შევირგეთ ბოლომდე იმიტომ რომ მაშინ სულ არ ყოფნიდა და რაღაცა ეხა უფრო კიდე უფრო ასე ვთქვათ დაფასდა თემატიკა აქტუალობა რაღაცა მართლა მეც კი თითქოს აი ხა დისტანცირებულზე უკვე ეს შორიდან რო გამოხვალდა შეხედა უკვე რაღაცა სხვანაირად შევაფასეთ და დავაფასეთ მე მგონი ყველამ კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ხუმრობენ ხოლმე ხშირად რომ წინასწარმეტყველებები როგორც სიმფსონებზე ამბობენ ხოლმე ძალიან ბევრი მოკლედ აღმოჩნდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხომ ეხლა ზუსტად მაგის გამო ყველაფერი ერთად გადის განმეორებით და უკვე ყველა სერიადებს და უკვე სხვა ასაკიდან როგორც მშობელი ისე ბუნებრივია ჩემი ბავშვები რაღაცებს ბევრს უყურებენ რაც არ მომწონს ზოგადად ზოგი დაბალი ხარისხია ზოგი საშინაოდ უგემოვნოა ზოგი საერთოდ ის რაღაცებს ჭამს რომ მე ამათაც უნდება და მივხვდი რომ სერიალი არის ყველაზე უსაფრთხო აი რაზეც ზოგადად ჩვენ შვილებს ვუხსნით რომ ამ ქვეყანაში უნდა გადაარჩნენ და რაღაცა ვთხოვთ რომ ჩვენი ასაკის გამოცდილება გაუზიაროთ აი მივხვდი რომ თავის პლატშემელი ჩავხტო სერიალი და ამას უყურონ და მახსოვს რომ სულ ხშირად იყო შენიშვნები იდეალური სერიალია ოღონდ უბრალოდ ბილდ სიტყვაობა არის რაღაცა გარკვეული მსახიობებისგან და ხო თავისთავად ესეც არის იყო რაღაცა დროს მაგრამ რაც შეეხება იმ საქართველოში თუ გინდა რომ გაიზარდოს ადამიანი იცოდა ჩვენი ტრადიციები და ზოგადად ვისგან რა მოლოდინია ძალიან ის არის რა საგანმანათლებლო არის იმიტომ რომ უკვე იცის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და გარემოშია და ვისგან რა უნდა ელოდოს შემამზადებელია ასე ვთქვათ ერთგვარი ახალი თაობისთვის და პატარებისთვისაც და აი დღემდე არ ცხრება ეს ინტერესი ანა ნინო ორივეს მინდა გკითხოთ აი ხა ვახსენე რაღაცა განტვირთვა საკუთარ თავზე მუშაობა და ასე შემდეგ ხო ცხოვრების ახლა ამ ეტაპზე რაშია თქვენთვის განტვირთვა ანუ რა არის სხვადასხვა ეტაპზე რაღაცა სხვადასხვა შემოდის ხო ინტერესი ჰობი რაღაცა სხვადასხვა რაღაც ქსიამოვნებს იქნება ეს სპორტი თუ რა ვიცი ნებისმიერი რა მუსიკა თუ ასე შემდეგ ხო აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის რითი რაში პოულობთ აი ამ რაღაცა შვებას მშვიდეს რომ მითხრათ მე იოგას ვარჯიშობ რაც ძალიან მომწონს არა მარტო განტვირთვისთვის არამედ ბავშვად თუ ვინმეს რაიმე ფიზიკური პრობლემა აქვს მაგასაც ძალიან შველის და ეხმარება როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად და ძალიან მომწონს იოგა და მეორე მხრივ განტვირთვას რაც შეეხება ჩემს დიშვილებთან აი ხა რო წავალ უნდა განვიტვირთო იმიტომ რომ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის ყველაზე დიდი სიამოვნება და სიხარული და აი ესე პატარებთან ერთად ვერთობი და თან განვიტვირთავ თავს. ხო, პატარებთან ურთიერთობა ჩვენც გვაპატარავებს და გვინარჩუნებს ხო ამ რაღაცას. ხო, გვაგიჟებს მე როგორც დედამიწა. შემოვიდა იდეალური ადამიანები ხან გვაყვირებს და ხან გვაპატარავებს. ხან წონაში გვმატებს, მაგრამ ჩვენც ვცდილობთ რომ ხო რა ეს ყველაფერი ცხოვრებაა და შენ შემთხვევაში რა არის ის რაც აიგი ბალანსებს ამ ასე ვთქვათ სტრესებს, რაღაცა ასე ვთქვათ სხვადასხვა პრობლემებს, თავსატეხს და ასე შემდეგ, რომელიც ყოველდღიურობაში ხშირად გვაკარგ გვინებს წონასწორობას და მე გჭირდება ხო რაღაცით დაბრუნება ცენტრში. მე მჭირდება რაღაცა მიზანი ხოლმე. ზოგჯერ დიდი ეს არის ჩვენი მიზანი
ძალიან დიდი და ხან სწავლა, ხან ვარჯიში, ხან მოგზაურობა და ეს პატარ-პატარა რაღაცა გამოწვევების გამკლავება რა. ხო, რაღაცა მიზნის დასახვა, ხო, რაღაცა საითკენაც გინდა იარო. მოტივაცია და აზარტი უფრო დიდია რა. გავიგოთ ერთი მოტივაცია რა იყო და რა მომენტში დადგა აი ის საჭიროება, ხო, და რაღაც ის, არ ვიცი, დეფიციტი თუ რა მოხდა მოკლედ მაკაძაგანიას ცხოვრებაში, რომ ბოლა-ბოლა ესე გაგვექცა დედაქალაქიდან და ეხა მე მგონი ხნაში, თესვაში და სხლაში ჩვენი მაკა და გვერდება პირდაპირ ეთერში. პირდაპირ არ ვიცი, ვენახიდან? მაკა გესმის ჩვენი? მაკას ვენახებიდან. საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, როგორ ხარ? მოგვიყევი, სათხარ? რა ხდება შენთან და შენ ცხოვრებაში? გვაინტერესებს ძალიან როგორ მიდის შენი საქმიანობა, რომელიც ამ შემთხვევაში ესე დაუკავშირდა ვენახს და მიწათმოქმედებას. რა ხდება და ესეთი ამინდები გვაქვს წელს რომ აი სასწაული ხდება ჯერ წვიმა არ გადაიღო და ეხლა ქარმა და ვენახს ძალიან გაუჭირდა და აი თავი ამ ფეხები ბოლომდე ვარ გადართული ამ ვენახის ამბავში ვერაფრის ვეღარ ვიცი ეხლა წამოვედი ცოტა ხნის რომ მეთქი და დარეკონთქო და რო დარეკავდი დამეტანი ისეთი თქმა რო არ მქონდა და მაკა როგორ მოხდა ანუ რამ მოიტანა ეს ცვლილება შენთან ეხა მანამდე რაც შენ გიცნობთ არ გაგვიგია ეხა რომ მაინც და მაინც ტრაქტორებზე გაგიჟებული ბოლო წლები ოცნებობდა ჩვენ გვახსოვს რა ოცნება მაქო ამბობდა არა დროს შემოსწარული არასდროს არ მქონია ეკი არა სოფელიც არ მქონია მე და ამიტომ არ ვიცოდი ეს გაიყო საერთოდ და აი ალბათ იმ პანდემიამ ქნა ჩემ ცხოვრებაში რა რომ ნელ რაღაცები დავიწყე საკეთენ და მე აი ეს ოცნების დონეზე მე და ჩემ ქმარს მქონდა რომ აი რაღაცნაირად ვენახი ხوار გაგვეშენებინა და აი დღეს უკვე ყავს 50 წელი ახალშობილი და ვუღლით და ვართ გადაშვებულები თავით ამ ყველაფერს. და როგორია შენი ცხოვრება, ანუ და შენი რაღაცა დღის განრიგი და ყველაფერი მოერგო ეხა, ხო? ამ ახალ ინტერესს და ამ ახალ საქმიანობას როგორც ხვდები, იმიტომ რომ დინით თქვათ ადრე ადგომა, იქ რაღაც როდის ჭირდება მორწყვა, როდის გასხლა, მოკლედ რაღაცა ბევრი სხვადასხვა ის შემოდის, ხო? ამ დროს პრობლემატიკა. აი, სტუდენტურია, აი შვილს რო გააჩენდა მეგობრების ვეღარ ის და გასართობად წასასვლელად რო ვეღარ ის და ის ზუსტად იგივეა. იგივენაირი ყურადღება და მოვლა სჭირდება. და გააჩნია კიდე ამინდსაც. ეხა წელს არ შეგვიწყო ხელი ამინდმა და ამიტომ ცოტა ვიტანჯებით, იმიტომ რომ უამრავი დაავადება მოდის საჩვენო არ წამლის პრეპარატებით მხოლოდ და მხოლოდ. დღეშია ნახე. ვინოს გემო ხوار შეეტყობა, მაკა არ გვანერვიულო ახლა. და მაგიტოა რომ ვერაფერს ვერ შვები თვალს, აი ხო იცი დილიდან საღამომდე მარტო ამით ვართ მოცულები, რომ მალე იმას ვქნათ გავფურცნოთ, აი ალბათ იცით ეს რას ნიშნავს, ხო? ნამხრევები. ნუ ისე არა როგორც შენ, მაგრამ დაახლოებით ვიცით კი. ხო, და შენ უკვე სხვა სიმაღლეებზე ფლობ ამ ყველა. აი ეს ამბებში ვართ რა მოკლედ და ხა წელს ავარაუდოთ არის და მოსავალზეც აისახება ხო ნუ ჩვენ დაველოდებით მოსავლის შედეგებს და იქნებ გემოც გავუსინჯოთ და შევაფასოთ გეტყვით გემო იქნება თუ არა ცუდი ამინდების მე მაკროტვოლში დაგპატიშებ აი სიტყვაზე გიჭერთ ველოდებით ერთი სულით მაკა სანამ დაგემშვიდობები ხა მე არ მინდა რომ დიდხანს მოგწყვიტო მოკლედ ჩვენს აი ამ რაღაც დღის განრიგს რომელიც ხო საქმიანობას რომელიც რაღაც თავის განრიგს დროებს და ასე შემდეგ მოითხოვს და ვინც ახლა შემოგვიერთით შეგახსენებთ რომ მაკა ძაგანია პირდაპირ ხაზზე საიდან გამახსენე ზიანეთიდან მზიანი დღეა დღეს ზიანი არის, მაგრამ ქარი ქარიანი გამიყვარხარ. ქარი აღარ ჩადგარა. იმედია რომ ქარი ჩადგება და ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ. ვილოცებთ ამინდის ღმერთს შევევედრებით რომ მოგხედოს. აი ძალიან მინდა.
არის ჩვენ მაინც მოვიფიქრეთ მოკლედ გზა როგორ ყოფილიყავი ჩვენთან იცი რა ერთ კითხვას დაგისვამ და გაგაცილებთ ეთერიდან რომ დაუბრუნდე შენ საქმიანობას შენ შემთხვევაში ხა გოგოებსაც ვკითხე რა და მაინტერესებს შენ შემთხვევაში რა მოიტანა და რა დალექა ყველაზე ისეთი ძვირფასი რა მოგცა და შეგძინა იმ გამოცდილებამ რასაც ჩვენთვის ყოველთვის ქვია ჩემი ცოლის და ქალები და აი ეს რეჟიმის რაღაცა გამოცდების ცხოვრების ის წესი რომელსაც მოითხოვდა კარნახობდა და ხო გვაძლევდა მაშინ აი ეს პროექტი რა თვისებები როგორც პროფესიულად ისე ადამიანურად აი დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აისახა ეს ყველაფერი და როგორ დაილექა შენში? ფეთი კითხვები დასვი ხა ერთი ანატოლი ამაზე მოკლე პასუხი გაცემა. აი იცი როგორი კითხვები იყო, რომ დიდხანს რომ უნდა ჩაჯდე და რომ უნდა ილაპარაკო. ნუ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჯერ ეს ერთი მიუხედავად იმისა, რომ დიპლომში მიწერია, რომ კინოსა და დრამის მსახიობი ვარ, შეხება არ მქონია კამერასთან არავის არ დაუყენები ვარ და ამიტომ პირველი შეხება იყო ეს ყველაფერი და ნელ-ნელა ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში ჩემი შემთხვევაში ესე იყო, კამერასთან ურთიერთობა, ნუ თეატრი აბსოლუტურად სხვა რამეა, აბსოლუტურად სხვა მასშტაბებია და ეკრანი სხვა რამეა, აბსოლუტურად სხვანაირ თამაშს მოწევს და აი ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ დიპლომში მიწერია რომ კინოზე და დრამაში. ახლა შენ ნამდვილად შეგიძლია წილში გამართულმა თქვა რომ არ თეატრში და მაგათა აი არ ვიცი როგორი სიყვარული მოიტანა ეგ და ეს როგორი ძვირფასია, იმიტომ რომ ადამიანი რომლებს სიყვარული მოდის, ალბათ ყველაფრად ღირდა საერთოდ. ხო სიყვარული აბალანსებს აი ამ ყველაფერს იმ სირთულეებს, რაც რა თქმა უნდა იყო ჩვენი ყოველდღიურობის ხო ნაწილი. მაკა ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი პირდაპირ ეთერში. მაკა ზაგანია გვერდთვებოდა ჩართვით მზიანეთიდან, სადაც ესე იგი ქარს ებრძვიან, ხო, იმისთვის რომ მე რთველში უხმოსავალი მაინც გქონდეთ და ძალიან მიხარია და ძალიან მაინტერესებს. ყოველთვის ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელშიც ახლა ამ მიმართულებით აქტიურობ და ძალიან მომწონს რომ შენი ახალი წამოწყება. ხოდა გელოდები ჩვენთან სტუმრად. აი კიდევ ერთხელ გიჭერ სიტყვაზე. მადლობა ძალიან დიდი. მაკა სამწვადე გამზადე მოვდივართ. მადლობა დიდი. ჩვენც ნახე მარტო ჩვენ კი არა გოგოები არიან კიდევ და ისინიც მოდიან მაკა. ძალიან და ძალიან მინდოდა რა თქვენ. აი მაგა მარაუშა კარგია რომ აქ ვარ. მადლობა დიდი მაკა ზაგანია პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ქალების რადიოს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ვინც გვიყურებს გადაცემის და ჩვენი უბრალოდ ქალების რადიოს Facebook გვერდზე. მინდა გკითხოთ მათთვის ვინც თქვათ ახლა ირჩევს პროფესიას, აი ხომ ცოტა ხანში ალბათ იქნება უკვე მისაღები გამოცდების ეს ციებცხელება დაიწყება და აი იმ ადამიანებისთვის ვინც ირჩევს პროფესიას ახლა და აპირებს რომ დაუკავშიროს ეს ყველაფერი თეატრს, კინოს რა არის თქვენი გადმოსახედიდან ის მთავარი თქვათ რჩევები, თვისებები, რაც უნდა გქონდეს ადამიანს რომ გაუძლოს ამ პროფესიას ისე ღირსეულად. ნუ პირველ რიგში ალბათ იმას ვეტყოდი, რომ თუ პათოლოგიურად არ უყვარს ეს საქმე და აი თავგანწირვისთვის მზად თუ არ არის, არც იფიქროს ამ პროფესიაში ყოფნაზე. თავგანწირვისთვის? ხო, თავგანწირვისთვის კი, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გაწირო შენი პროფესიის გამო. თუნდაც პირადი ცხოვრება. შენ ფიქრობ, შენ ცხოვრებაში იყო ესეთი მომენტი, როცა რაღაცები დათმე და გაწირე ამის გამო? კი, ბევრგან დავთმე პირადი ცხოვრება იმისთვის, რომ გარკვეულწილად რატო ეს არჩევანი ასე იყო? ნუ ან ეს ანის? თუ თავისთავად ხდებოდა. უხეშად არ ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაც მინიშნებები იყო. შესაბამისად ისევ იგივეს გავიმეორებდი, რომ თუ იმდენად ძლიერად არ უყვართ ეს საქმე, რომ ამის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ყოფნა ამ ქვეყანაზე, მაშინ არც უნდა იფიქრონ ამ პროფესიაზე. იმიტომ რომ საქართველოში, ზოგადად ალბათ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით, როდესაც ესეთი პატარა ბაზარი უხეშად რო ვთქვათ,
და ესეთი ცოტა ადგილებია სახელმწიფო თეატრებში, სადაც შეიძლება რომ განაწილდნენ მსახიობები, ეხა აღარ არის განაწილებები. ეხა აღარ არის განაწილებები. დიდი ხანია, ეხა უნდა გაგიმართლოს, რომ ვიღაც რეჟისორმა დაგაკავოს ახალგაზრდა მსახიობი კონკრეტულ თეატრში, მერე სახმატრო ხელმძღვანელს მოეწონო და აგიყვანოს. მივხვდი, ანუ ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ძალიან ბევრი რამ უნდა დაემთხვეს. შესაბამისად, თუ ესე საათივით აწყობილი არ აქვს ადამიანს ცხოვრება და თუ ესეთი იღბლიანი თუ არ არის, რომ ესე უმართლებდეს ცხოვრებაში, მაშინ არ უნდა იფიქროს. აი თუ ორჭოფობს რომ აი თეატრალურში ჩააბაროს თუ აკადემიაში თუ კონსერვატორიაში თუ აი ხელოვნებას გულისხმობ რა მაშინ ჯობია რომ სხვაგან ჩააბაროს, იმიტომ რომ დღესდღეობით მსახიობობა საქართველოში ძალიან რთულია. ძალიან ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული და პლუს ესე უნდა თქვა, თეზობით ძალიან ბევრი ვარ. არა, იმიტომ კი არა, სხვაგან ბავშვებთან. იმიტომ კი არა, რომ კონკურენცია, იმიტომ რომ ჯერეგეთი, ნუ ეხლა ძალიან დიდი ბოდიში ვარ, ნორმალური პედაგოგი აღარ დარჩა თეატრალურ უნივერსიტეტში და რაღაცა ხო უნდა ასწავლონ ამ ბავშვებს, არა? ყველა ვინც აი მართლა ბუმბერაზი რეჟისორი იყო, ყველა წავიდა ამ ქვეყნიდან და შესაბამისად დარჩნენ ნაკლებად კომპეტენტურები. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. შესაბამისად, თუ ბავშვს უნდა რომ სრულყოფილი და სრულფასოვანი განათლება მიიღოს, მაშინ ან არ უნდა ჩააბაროს საქართველოში და უცხოეთში უნდა ჩააბაროს, რომ მე არ თქვას რომ თეორიულად თუნდაც რუსეთში, არ ვიცი ახლა მე ცოტა ყველათ უყურებ მაგ საკითხს. თუ აქვს იმის საშუალება რომ წავიდეს და ევროპაში ისწავლოს ან ამერიკაში ისწავლოს, ჯობია რომ ევროპაში ან ამერიკაში ჩააბაროს. საქართველოში ჩაბარებას, რავი, მე არ ურჩევდი. და თუ დაუშვათ სხვა გამოსავალი არ აქვს და კი ბატონო, ჩააბაროს თეატრალურში, ოღონდ ჩათვალე რომ თავი უნდა გადადოს. მე გამიმართლა რომ მყავდა მართლა კაი პედაგოგები, მე ვიყავი გოგი მარგოლაშვილის სტუდენტი და პირველ კურსზე ძალიან აი ესე პირდაპირ და გულწრფელად გითხრა ჩვენმა ლექტორმა რომ რა გითხრათ? აი ჩათვალეთ რომ თქვენ მოდიხართ კატორღაში და თუ კატორღისთვის მზად არ ხართ, ეხლავე დაიხურეთ ქუდები და წადით აქედან. ბევრმა დაიხურა ქუდი და წავიდა. კი, ოღონდ ახლა შეიძლება პირველი კურსის პირველივე სემესტრიდან არა და პირველივე დღეს არა, მაგრამ ნუ აი მეორე კურსზე, მესამე კურსზე ზოგი გადავიდა სარეჟისოროზე, ზოგი გადავიდა თეატრმცოდნეობაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, შენ როდესაც იღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ შენ 100%-ით გინდა თეატრალურში ჩააბარო და აბარებ, შენ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. აი ბრძოლა, ჩვეულებრივი ბრძოლა არის არსებობისთვის და ამ პროფესიაში გადარჩენისთვის აგერ ტყებო დამეთანხმება. და მე უნდა ვეგდო ხა ხო დაღლილი ბრძოლის კადრი ჩანს ბრძოლის გალზე დაგდებული იყო მომენტი ან არ ვიცი რაღაცა ესეთი პერიოდი როცა ან ერთ ან მეორე მიფიქრეთ რომ ხო არ დაგვეხურა ქუდიო ჩვენც არა ქუდს ვერ იხურავ აი თუ რაღაცა ვერ დაიხურავ ქუდს თუ კი ქუდის დახურვა შეგიძლია აი პირველი სემესტრზე იხურავ იმიტომ რომ იქ ძალიან რთულია თეატრალურში. იქიდან მეიწყება რა, ეს გადარჩენის. აი მე ვიტყოდი ალბათ მიაქციეთ, ვისაც უნდა ჩაბარება, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ხასიათს. აი როგორი ხასიათი გაქვთ, იმიტომ რომ ხასიათის რაღაცა სხვადასხვა თვისებების კომბინაცია არის ხოლმე ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. ზოგი თქვა ძალიან შემტევია და ძალიან მიზანდასახულია და აი რაღაცა ესეთი ძივას ხასიათები აქვს, რომ მოიპოვებს და შეუძლია რომ ბანანის ქერქი დაუგდოს რაღაცას ასეთები შეიძლება და მიდის და აი თქვა რაღაცნაირად აიღებს თავისას და მიზანი ამართლებს საშუალებას. არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან რომ რაღაცას გაიხსნება და ვიღაცა მას დაინახავს და ის შანსი როცა მის ცხოვრებაში მოვა, იმ შანსისთვის ვარჯიშობს. იმ შანსს ელოდება. შანსი აუცილებლად მოვა და არაერთხელ ამის თქმაც მინდა. კარგია თუ ახალგაზრდა ასაკში მოვა ეგ შანსი და არა 50 წლის ასაკში. გვიან ასაკში შეიძლება მოვიდეს და ხო, მაგრამ ძალიან რთულია მთელი ცხოვრება. მე სუმეტირება ხოლმე ეგეთ რაღაცებს აი რაღაცა გვიან ასაკში რო აღმოაჩენ რომ ეს რა ვარსკვლავია, აქამდე სად იყო. და აი ამ ტრაგედიაზე რომ ის მთელი ცხოვრება ის ადამიანი აი ამ თავის პატარა ბავშვს და შორის ჩემწოლის დაგალებმა ძალიან ბევრი ესეთი აღმოაჩინა და ძალიან ბევრ მსახიობზე გვითქვამს. აი რა სერიალს ყოჩი, ლევან ყოჩიშვილი.
ხალხო აი ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვა რომ აი რანაირად შეიძლებოდა რომ ქართულ მაყურებელს არ ცოდნოდა ყოჩი არა და მანამდე თეატრის მსახიობი იყო მაგრამ ამ პროექტით ჩემი ცოლის დაქალებით გავიცანით რა და დღემდე სულ ეს მესმის ხოლმე რომ აი ყოჩის სად არის ესეთი მედია ლოთქიფაინძე რომელიც ამ მსახიობთან აღარ არის და მსახიობი იყო ამდენი წლის ქალი მედიკო ფაქტობრივად ასეთი სახალხო არტისტი გახდა რაღაცა გარკვეული 50 წლის ზევით ანუ ესეთი პოპულარობა მოიპოვა 50 წლის ზევით და იყო ყველასთვის უსაყვარლესი დღემდე რო უყურებთ ნებისმიერი ასაკის აი როგორც ჩემში კი არის ქოთქოთა მანანაბებოს ქოთქოთი არის ყველაზე საყვარელი ქოთქოთი ხო მოდი შევთანხმდეთ ეს ამიტომ არავინ ამიტომ ხასიათს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასე რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ სანამ ჩააბარებენ თეატრალურში იმიტომ რომ ეს არ არის გასართობი სივრცე სადაც შეგიძლია მიხვიდე რო ჩააბარებ იმღერო იცეკვო რაღაცა ესეთი ლაითი სასწავლებელი არ არის ეს არის ძალიან შრომატევადი პროფესია ბავშვებო და ჩათვალეთ რომ აი პირდაპირ მნიშვნელობით თავი უნდა გადადოთ თუ ხართ მზად იმისთვის რომ თავი გადადოთ კი ბატონო ჩააბარეთ თუ არ ხართ მზად რატო ვაშინებ არაშინებს აფრთხილებს ანუ რამეს დამეტებ ერთ სიტყვას მაგრამ ყველა პროფესია თავისთავად რთულია იცი მე 40 წლის ზემოთ მივხვდი აი ქართველობა რთული თორე ხო იცი რაღაც ესეთი საღლიცინო ფრაზა გქონდა ხოლმე რაღაც ასაკში ამბობდნენ ჩვენი დინაპრები მე მივხვდი რომ მართლა ეს იმიტომ რომ ქართველი მსახიობი იყო კიდე სხვა გამოწვევა კიდე სხვა ხო იმიტომ წარმოიდგინე ხა იმ მოცემულობაში თან უნდა კარგად გამოიყურებოდე თან ისე უნდა ცხო და ვარსკვლავებს რო ეძახიან ხოლმე საერთოდ მეცინება იმიტომ რომ ნუ აი ხა რა სისულელი ალბათ რა ვარსკვლავები და ნუ კიდე ცალკე თემაა ის რომ ამ პროფესიაში ფულს ვერ იშოვი ვისაც გამდიდრება გინდა და ყველაფერი ანუ ყველანაირი ყველაფერი როგორი სურვილები და ამბიციები გაქვთ აქვს ეგეთი დიდი მოთხოვნები ხო თქვა სხვანაირი ცხოვრება უნდა მაშინ ძალიან რთული იქნება ამით ამის დაკმაყოფილება ამიტომ ვიცახი ხასიათსა დიდი მნიშვნელობა აქვს შენ თუ დამთმობი ხარ თუ მსხვერპლის შეწივის უნარი გაქვს მომთმენი ხარ რაღაცეების იმის ხარჯზე რომ ის შენი პატარა შენში ბედნიერი იყოს ხო მაგრამ რამდენად შეგვდება ისეთი გარემო რომელიც ყველა აბა მიდი შენი ბავშვი კარგად არის დღეს თუ ცუდად არის და გიყურო შენ მოოჯახის წევრებმა ესეც კიდე სხვა რაღაცა ანუ ცოტა ეგოისტურიც არის კი რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ალბათ მსახიობები ყავს სტუმრად და ამ პროფესიაზე ვსაუბრობთ თუმცა რასაკვირველი ალბათ ყველა პროფესიას და სპორტი იქნება ეს თუ ხელოვნება ყველა სჭირდება ანალოგიურია მე სულ ვაშინებ ხოლმე ჟურნალისტები და ექიმებით აი თქვენ წარმოიდგინეთ ჟურნალისტი რო ვიყო და შუაღამეს რო გავარდე სადღაც რო რაღაცა ხდება სასწაული და აი შეხედეთ ახლა რა ბოლო წლებში კიდე რა ჟურნალისტებს რა გამოწვევას ხონდა და ექიმებს რო აი სულ მაგით ვაშინებ ხოლმე უარესების არსებობს ვიდრე ჩემი უნდათ ხო ჩამებარებინა მაგრამ არა მე ვთხარი არ შემიძლია მაგდენი ნერვები არ მაქვს მეთქი იმიტომ რომ აი გადაწყვეტა რომ გამხდარიყო მსახიობი და კიდევ უფრო ასე ვთქვათ კიდევ უფრო დიდ ჩარში გავყავი თავი შენი თამაშები კიდე როგორ გრძელდა აუ რა რთული ის არის რა ქვია კითხვა ალბათ ძალიან დიდი თვითონება იქნება რანაირად შეიძლება რომ თქვა არა ზუსტად ეგ რანაირად შეიძლება რომ თქვა არა ხო აი ეგ არის მაგრამ ძალიან ძნელია დაუბრუნდე ისევ იმ რაღაცა იმას თუნდაც ჩვენს როლს ხო რასაკვირველია მით უმეტეს ეს როცა რაღაცა ისეთ დროში იწელება ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ქვეყანაში შენში და ასე შემდეგ ანა მითხარი ყველაზე ისეთი რთული გამოწვევა ყველაზე ისეთი რთული აი რა ყოფილა შენ ცხოვრებაში დღემდე რომელიც ყველაზე რთულად გახსენდება სამსახიობოზე მეკითხებით მსახიობის თვალსაზრისით არა მაინდა-მაინც არა შენ ახლა გინდა ამ პატარა გადაცემაში ადი მაკასი არ იყოს ამდენიმე ბოთლი ღვინის გახსნა მოგვიწევს გვაქვს სხვათა შორის პრობლემა არ არის ალბათ აი ყველაზე ისეთი მომენტი როცა და ყველაფერთან გამკლავ აი საერთოდ რაღაცა ჯანმრთელობა ისიც ის მოულოდნელობები აი ჩვენ ხო რაღაცნაირად წინ ხედებით შინაგანი ის გვაქვს მზე რაღაცა შიში იქით გვაქვს ხო მომავლისკენ და მიდიხარ და ამ დროს ცხოვრება უკვე მიღწეულს უკვე შენთან მყოფს უკვე თითქოს არსებულს და შენს ძალიან დიდ ნაწილს უცებ მოიქნევს და აღარ არის
მარტო გარდაცვალებაზე არ მაქვს ლაპარაკი, აი რაღაცას ფუნდამენტალურს მოანგრევს. და საერთოდ ამას არ იცავდი, არ ელოდებოდი რა იქ უკან. ის გეგონა რომ პირიქით შენი იყო და გამყარებდა და სულ იქნებოდა. ხო, სულ იქნებოდა და არც კი ფიქრია, როგორც შენი ხელია, როგორც შენი თვალი და უცებ აი ამ ერთ წამს ალბათ ყველაზე რთული მომენტები არის ხოლმე იქ რა. და მაგ დროს რაღაცნაირად მობილიზებას აკეთებ რაღაცეებზე. და სხვა შორის ამ პროფესიას რა ყოფილა ამ დროს ეგეთი დასაყრდენი, რომელმაც აი მაგ მომენტებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აი ამ პროფესიას მაგით თქვა მინდა, მე ამ პროფესია მასწავლა ძალიან იჭვიანი პროფესია, ზოგჯერ ამბობენ ხოლმე რაღაცა იმის ისა რაღაცა მეებს რა ბრალებენ ხოლმე რაღაცა პირად ინტიმურ ურთიერთობას, მე მეცინებ, რომ საერთოდ არ ესაჭირო ვიღაცა საყვარელი იყოს, რომ შენ საშინლად იეჭვიანო ან რეჟისორზე ან თეატრზე ან მსახიობზე, საერთოდ არ არის საჭირო, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან ძინავს. აი უბრალოდ იმას ახლა ის კადრში მოსწონს დღეს შენც მოსწონ ხარ შეიძლება, მაგრამ იმას მოსწონს ის იმას იღებს და შენ როგორც პატარა ბავშვი ისე ეჭვიანობ და ისე გტკივა გული და იმდენი შეიძლება იტირო და ღამეები გამოტყდი. არა, საერთოდ ვიძახი რა. და ამისთვის საერთოდ არ არის საჭირო იყო ან გოგო ან ბიჭი და სქესი, ამ უსქესოა. უსქესო პროფესია და ხარ პატარა ბავშვი ისეთი მგრძნობია და რაღაცა მოლოდინში რომ შენ დაგინახავენ. კი, და მე მქონი ეს მომენტები რომ აი ანა ეხა შენ თავს ეხა გილოცავ შენ მანდ ხარ, სადაც არ გიგებ და მოხვდი შენ თავს დააბრალე, ან სხვას დააბრალე, რაღაცა ესე განლაგდა რა. და მოდი ეხა თავს მოუყარე და ფეხზე დადექი ეხა, იმიტომ რომ ის უფლება არ გაქვს. და რაღაცა სხვაც იქნება რა. და აი ასეთმა გადაერაც ამან თქვა, ეხა ნინო იზახდა ამ პროფესიაში, ამ ცოცხალმა პროცესმა, იმიტომ ძალიან ცოცხალი პროფესია. მე გეხმარება ცხოვრებაში, ამ მობილიზებაში. მე მახსოვს რომ პირველად ჩემი შვილი რაღაცნაირად დავგეგმავა დავადრო გახდა და ღამის გათანება მომიწია. რა რაღაც და ყველა ხოჭა დედა მოვალთ და შენ მან როგორ უნდა იყო და რაღაც ჩემი ქალი მივლინებაში იყო და მე ვთქვი რომ მეთქი იმდენი გამითენებია გადასაღებ მოედანზე ხა ჩემი შვილისთვის 10 დღეს გავათენებ ხალხო მეთქი რა პრობლემაა. მეორე საკითხია მე როგორ ხარ ამ ყველაფერზე რომ გადაინთან მაგრამ აი ეს აქ რა აი ეს ძალების მობილიზაცია ეგეც ხო თავგანწირვა რა თქმა უნდა აი ეს რაღაცა მე იმას ვადარებ ხოლმე რაღაცა თამაშები და რაღაცა ენერგიას რომ და მე ფეთქდება და ყველაფერი იმტრევა ხოლმე და აი ეგეთი მობილიზების უნარი აქვს რა და ეს უნდა გამოიმუშაო შენში თორე ამის გარეშე უბრალოდ გაქრები არავინ არ იცი ხა ჩვენი მომავალში რას ვიზავთ და როგორ ვიზავთ მაგრამ აი მე კიდევ აი ამ სერიალმა ჩვენ ისეთი ბოდიში ის მოგწარა ზარი შემოდის კითხვა გაგრძელდება თუ არაო და ჩემ მეუღლე კითხავს გაგრძელდება სერიალი არ დამიმალო ოჯახის წევრები ხო ოჯახის წევრებიც მართლა გაგრძელდება დედა აი ბავშვები იცი რა სხვადასხვა ეს ნონ-სტოპ რეჟიმში რო უშვებენ ხა ფორმულაზე ან ძველ სერიალს ძალიან მაგარია მე სულ მგონია ხოლმე რომ იმიტომ უშვებენ რომ მე უნდა გააგრძელო ნახევარით და გადავიდეს ესე გაიგებდა კაცი ვინ გაიმარჯვა ბაწყობს ესე გაგება კი და საიუბილეო სეზონი დაგვრჩა გადასაღები მე-20-ე და მე-20-ე სეზონი წესით უნდა გადავიღოთ რა ვიცი ნებისმიერ ფასად ჩემი აზრით რომ წერტილი დაესვას ყველა ხაზს. ხო, მაგრამ ყველა ხაზი დასამთავრებელი. არის კორპორატიული შეკრება ღირს ერთი მაგისტრის რომ გადაიღო და კაიზარზე იმით დაასრულო პატივისცე იმის მაყურებელს. მითხარით ახლა ბოლოსკენ წავიდეთ უკვე და ქალების რადიოში მინდა ეს კითხვაც დაისვას. ქალების საჭიროებები, ქალების პრობლემები, ქალების ხმა, ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს როგორ ფიქრობთ, რაშია და აი რა არის მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა თუ მთავარი სატკივარი, დღეს ძალიან ისეთია ძლიერია, ძალიან დამოუკიდებელია ქალი, ძალიან ბევრ რაღაცას შევეჭიდეთ, ავად თუ კარგად ხანდახან იმაზე მეცაც კი ჩვენინებით ვიდრე შეიძლება ესა თუ ის მოცემულობა მოითხოვდეს, მაგრამ ეს რაღაცა ჩვენი ხასიათის და ბუნების ნაწილიც არის. როგორ რა გინდათ უთხრათ ქალებს ვინც ახლა გვისმენს თქვენ ხო ძალიან საყვარელი ქალები ხართ უამრავი ქალისთვის და ძალიან ბევრი პრობლემა რომელიც ქალის ყოველდღიურობაში დღესაც ცოცხლობს და ძალიან ისეთია ფაქიზი და მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გაახსენეთ და გავახსენეთ ხო მაყურებელს და რა გინდათ რომ უთხრათ ქალებს რა გინდათ დაუტოვოთ ასე ვთქვათ სურვილად რჩევად არ ვიცი სამოტივაციოდ ანუ ჩემთვის ძალიან საამაყოა რომ ჩემი გამომწერების 77 თუ 78% ინსტაგრამზე არის ქალი და დანარჩენი არის მამაკაცი.
მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ ძალიან მიყვარს ისინი. დიდ მადლობას ვუხდი, რომ არიან ჩემთან ერთად და მინდა რომ თითოეული ქალი იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, აი ესე ძალიან ბანალურად რო ვთქვათ, მაგრამ თავარი რაც მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. შესაბამისად, ჩვენთვის თავარი არის ქალური სოლიდარობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიკითხოთ ერთმანეთი, რაც არ უნდა მოხდეს. ნუ ეხლა თუ რაღაცა უსამართლობას დაინახავ მეორე ქალის მხრიდან ერთი ქალი კი შენი აზრი უნდა დააფიქსირო, მაგრამ ხანდახან ჩვევია ხოლმე ქალებს ერთმანეთის განკითხვა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად. ხო, ხშირად სამწუხაროდ. აი ამას უნდა მოვეშვათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ბრძოლა აქვს ცხოვრებაში და ჩვენ არ ვიცით. მაგაჭორობა ქვია გაჩკა. ხო, ცოტა ისე გვემოხდა. ცოტა ისე რო ვთქვათ. შენ ახლა ძალიან პროზაულად მოგივი. ხო, უნდა მოვეშვათ ერთმანეთის დელიკატურად და პროზაულად. უნდა ვიყოთ უფრო ემპათიურები ერთმანეთის მიმართ, უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, იმიტომ რომ სხვანაირად იმ უფლებებს, რისთვისაც ჯერ კიდევ ვიბრძვით ქალები 21 საუკუნეში, იმ უფლებებს ჩვენ ვერ მოვიპოვებთ. ერთმანეთის გაძლიერების გარეშე და ერთმანეთის გვერდზე დგომის გარეშე ჩვენ ამ უფლებებს ვერ მოვიპოვებთ. ასე რომ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი. ეგ არის მთავარი მესიჯი ჩემი, არა მარტო ჩემი ფოლოვერების მიმართ, არამედ ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. კი, და ძალიან სამწუხაროა ხოლმე, როდესაც რაღაცა ხდება, ძალიან სამწუხაროა ხოლმე იმ ვთქვათ კომენტარების თუ რაღაცა რეაქციების მოსმენა, რომელიც სამწუხაროდ არის ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ თუ ასე შემდეგ, ისმის მსხვერპლი ქალის მიმართ, მსხვერპლი ქალების მიმართ ძალიან ხშირად ისმის ხოლმე, რომ ხო, მაგრამ ალბათ აი რაღაცა ორაზროვნება, რომელიც არ არსებობს. ძალადობის მსხვერპლი ქალი იქ არავით არის, მაგრამ არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს ძალების მხრიდან ძალიან დიდი დანაშაულია, ძალადობაც ძალიან დიდი დანაშაულია, გინდ ფიზიკური, გინდ ფსიქოლოგიური. გაზლაითინგიც ძალიან დიდი დანაშაულია და შესაბამისად აი ესეთ შემთხვევებში სიტყვა მაგრამ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან საერთოდ, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მესიჯი ეგ არის, რომ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, სხვანაირად იმ მიზნებს ვერ მივაღწევთ, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. აი ეგ არის მთავარი. ხო. მე მეც დავამატებდი, ახლა რაღაცა ძალიან მეშვეობით გადავარდეთ, დიახ, რომ თქვენ უფრო პროზაული იქნებით? არა, მე უფრო ისეთი მისტიური ვიქნები. აი ქალს ალბათ მამაკაცისგან კიდე განსხვავებს ეს ინტუიცია რა. ჩვენ ხა ეს ინტუიცია, ქალური ინტუიციას ვეძახით, მაგრამ მე მგონია რომ ეს კიდე რაღაცა სხვა რაღაცაა, იმიტომ რომ აი ასე ქალური პრაქტიკულობა და ჩვენ 60 წლის ასაკში რა სიზავ შენიშვილი და შე რა სიზავრო უკვე ეს რაღაცნაირად მე და მისი მთელი ეს რაღაცნაირად ენერგეტიკა არის ხოლმე სულ იმაზე მიმართული, როგორ გამარტივდეს ცხოვრება. არასდროს გასართულებლად ქალი არ ალაგებს გეგმებს, ხო? თუნდაც მისი, თუნდაც შვილის და თუნდაც ოჯახის. მოგვარებაზეა ძირითადად მომგვარებელი. ძალიან ხო, და ამიტომ აი ევამ ხო, ქალმა უკვე ხო მოაყირავა ერთხელ სამყარო და არავინ არ იცის რატო მოაყირავა, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი სამყარო, როგორიც გვაქვს ახლა. და ვერ გავკითხავთ მას, რომ ეს ესეთი იყო, იმიტომ რომ არავინ არ იცის როგორ იქნებოდა. ამიტომ ქალს ძალიან დიდი უნარები აქვს, აი ჩემთვის მისტიური, ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ რაღაცნაირად ესეთი შემეძლოს, რა ჯადოსნური რაღაცა შემეძლოს და მე ისეთი ჯადოსნური რაღაცა შეგვიძლია, წარმოგიდგენთ ჩვენ ბავშვს ვაჩენთ. ეგეთ მაგაზე მეტი ჯადოსნურობა. ან ამ სქესს მეტი ჯადოსნურობა რა შეუძლებს წარმოგიდგენია, შენ ახლა უბრალოდ ეს სადღაც რო წაიკითხო, იტყვი რომ რა სიგიჟეა, სად ხდება. მაგრამ ჩვენ ეს რაღაცა ძალიან ნორმად მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ამას შორიდან უყურებენ, ეს ნახევარ საათი რო დეტალურად აუხსნა მამაკაც ჭინთვები დაიწყება. ამიტომ ის რაღაცა ჯადოსნური ძალა, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ, გადავრჩეთ და ამან მოგვცეთ რაღაც ინტუიცია, აი თქვენს ინტუიციას არ უღალატოთ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ყოველთვის აი რაღაცა ამ ზუსტად თქვათ ამ რაღაც კონკრეტულ ფერებს შორის არის რაღაცა სხვა, რომელიც ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ესე არის რა. უბრალოდ თქვენს გარშემო ის ადამიანები ამყოფეთ, ვინც ამაში დაგეხმარებათ, რომ თქვენ ზუსტად იცით რა არის, ხო? და მარტო ძალადობასთან კი არა, თქვათ სიმართლესთან არ არსებობს, მაგრამ რა, სიმართლე არის სიმართლე, ცალსახად ყოველთვის რა, ვისი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, არსებობს რაღაცა სიმართლის წერტილი და ის არის სიმართლე.
ესა მართალიც მართალია, ამიტომ თქვენს ინტუიციას ენდეთ და ნუ ახლა სწავლა განათლებაში რომ არ უნდა ამ ყველაფერს და უბრალოდ ახლა შე ინტუიცია ოპოპებს რო არ დაემსგავსოს ეს ინტუიცია, ეს თავისთავად ხო და ამისთვის აუცილებლად უნდა გამონახონ ბევრი დრო და განვითარება. გისურვებთ ამ რესურს, ამ ძალას, ან ამ რაღაცა მიზან მიმართულ მიზანს სწრაფვისკენ ორიენტირებულ ხასიათს, იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელია რომ სულ შეინარჩუნო ეს რაღაცა ის წერტილი, რომლისკენაც სულ ივლი, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა და სხვადასხვა დღეს ხანდახან სხვადასხვა ხასიათზე ვიღვიძებთ, ამას ძალიან ბევრი რამე ერთვის თან, 1000 გარემოება, 1000 ფაქტორი, 1000 სიძნელე, რომელთანაც ძალიან რთულია გამკლავდე. ჰორმონების შემთხვევაში. აბარა, კი ბატონო, და ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ჩვენ ჰორმონებს ვერევით, ამ ყველაფერს ვერევით. მაგის თქმა მინდოდა, ამიტომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რა, ესეთი ჯადოსნური რაღაცები, რასაც და ეს ჯადოსნური ძალა და ეს 1000 ფერი არის ჩვენში და ჩვენ გისურვებთ რომ ეს ძალა და საკუთარ თავში რწმენა არასდროს არ დაგეკარგოთ. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეცდება გზად, რომ შეგირყიოთ აი ეს თვითრწმენა თუ რაღაცა ეს ორიენტირი და შემოიყვანოს, რომ მაგრამ და იქნება ასე და იქნება ისე. არა, მოდი თქვენ თავთან იყავით მართალი და იარეთ იქითკენ, საითაც გინდათ რომ იაროთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს შემოგვერთით ქალების რადიო სტუდიაში. ნინო გაჩეჩილაძე და ანა ტყებუჩავა იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები. ის კითხვა, რომელიც მაყურებლის კითხვა არის, დღესაც რჩება ღიად, თუმცა ჩვენი მხრიდან სურვილით იმისა, რომ იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ჩემი ცოლის დაქალები და დაბრუნდება თუ არა თქვენი საყვარელი გმირების ცხოვრება ეკრანზე და იმედია, რომ ეს პასუხი იქნება დადებითი. მადლობა. ბედნიერად, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. ქალების რადიოს უსმენდით, ძვირფასო მეგობრებო, მადლობა რომ ეს 1 საათი და ცოტა კიდევ უფრო მეტი ჩვენთან ერთად გაატარეთ. გემშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის.